ეგრე შევით ზოლის იქეთ გადაეცა. მოგესალმებით ბათუმელები ერთობა სარფის საბაჟოდან, სადაც თურქეთში დასაქმებული ქალები მართავენ აქციას საზღვრის გახსნის მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ 3 თვე ნახევარია კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე დაკეტილია სარფის საზღვარი. არა მხოლოდ სარფის ვალეთი და კარწახის გამშვები პუნქტებიც, ასევე იქ დასაქმებული ქალები ვერ ახერხებენ საზღვრის კვეთას. ცხადია, მათ დაკარგეს სამსახური, არ მიუღიათ არც კომპენსაცია მთავრობისგან. ისინი დღეს სარფის საბაჟო გახსნას ითხოვენ. შეეძლო გადასვლა სამუშაო ადგილებზე საქმიანობის გაგრძელება. 15 მარტის შემდეგ არის დაგეგმილი სარფის საბაჟო. 2 აქცია გამართეს აქამდე საზღვრის გახსნის მოთხოვნით. ეს მესამე აქცია პანდემიის პირობებში. პირველი იყო მაისში, მეორე 15 ივნისში. გადაიწიე ცოტა შიგნით გადაიწიე და ბატონო, რა საპროტესტებს ეს და რა სიტყვებს? რას ვიტყო, ჯერ პირველ რიგში დახმარება, ის სამით რო ვიჯექით სახში, ყველანაირად გაგვაჩერეთ. მეორედ გახსნა საზღვარი. თურქებმა გახსნეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? ქართველები არ უშვებენ, ავიხსნით რატომ? რა გავაკეთოთ ჩვენ? არ მომუშავრები ვარ. არც არანე დახმარება არ მომცეს. არც პენსიონერი ვარ და არაფერი. რა გავაკეთო? ოჯახი როგორ ვარჩინო? პროსტა ამიხსნით როგორ ვარჩინო ოჯახი. თუ არსებობს სხვა რაღაცა, მათვენ. აქ არის. დადის ისიციკი. მუშაობ. ყოველ დღე ღამე გადმოვდიოდი. მე გორიდანა ვარ. ქირა მაქვს იქა. აქაც ქირობ, რა გავაკეთო? რა გავაკეთო? მითხარით, როგორ ვიცხოვრო? ბანკიც მაქვს. რა გავაკეთო? თურქეთის გახსნა და ის დახმარება, რაც გვეკუთვნის ყველას. მოგცემ მაინც. შედიხარ და არ დებს იმ დახმარებას არანაირად არ გვაჩნდება. გულისხმობთ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას? როგორ? გულისხმობთ ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას? აი აქ ვიცა ვარ. არც ერთ არ აქვს აღებული დახმარება. არც ერთ არ აქვს აღებული დახმარება. მეოთხე დღეა სახელი ვარ ხრის კისრებზე. რას შეაგროვთ იმდენსა რომ იარსებო? თქვენი სახელი რა არის? ირინა დილეიჩუკ. ჩვენ შვილებისთვის მოგვა. ეხლა ჩვენ მარტის 10-ის მერე ჩვენ არ გადავსულვართ. საზღვრები ჩაიკეტა, იმის მერე ჩვენ არც სახელმწიფოს არ მოუხედია, ერთი კაპიტალი ჩვენთვის არ მოუწია დახმარება, არავის არ გაუწია. გადაგრეხადეს საკომუნალური გადასახადები, ეს ჩვენთვის არაფერი არ არის. ჩვენშია თუ რამე ჰქონდა დაზოგილი, ეს გამოგვველია უკვე და თავს ეიცალა აღარ არსებობს. აი რეგისტრაციას რო ამბობდნენ, ჩვენში აქვს არ შემივსია, მივედი და იხელა რიგი იყო ქალბატონო, ვერ მიუწვდებოდი ამაზე, რომ რეგისტრაცია გამეკეთებია და ეხლა უნდა ჩავიდე დილიდან რეგისტრაცია გამაკეთებია, რომ ეგება რაიმე დახმარება მომეწეს. ეს ძალიან განუსაზღვრელ პირობებში ვარ. უკვე არაფრის წყარო აღარ გვაქვს, ფულის შემოსავლის წყარო არ გვაქვს. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ქალბატონო. ხალხო გაიგეთ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაში სიტუაციაში დახმარება გვჭირდება ნამდვილად. ჩვენ არ ვიტყობთ, რომ ჩაგვაცვან და აგვახო. შიმშილობაზე გაგვიცნონ და არ არის, არა, მთავრობის წარმომადგენელი არავინ არ მოვიდა. ეს ლუთუ არიცია. ხო იცოდნენ რომ უნდა ყოფილიყო ეს ესეთი ამბავი. ხო უნდა ყოფილიყო. ხო უნდა მოსულიყო ვიღაცა. ხო უნდა ნაჩი რაღაცა ან ხო ეთქვათ, ან არ ეთქვათ, ან კარგად იყავით, ან მაგრად იყავით. აი ვიღაცა ხო უნდა მოსულიყო, არა. აი ელემენტარული რაღაცა. აი სად არის? ერთი არავინ არ არის ჩვენი პატრონი. აი არავინ არ არის. გაუშვებენ აქცია მოაწყესო და დამთავრდა. ეს რა არის? ერთი პასუხის გაცემა რომ გაგვაგებინო, როდის გახსნიან ამ საზღვრებს? ასე ტელევიზორში ყველა ხო, სად არის წარმომადგენელი? სად არის? იცოდა. არავინ არ მოვიდა. ამათ შივრები სულ ერთია რა.
ვაქცინალია ხალხო რომ მოდიხარ თქვენ მოდიხარ გასწავლებით გახსნა საზღვარი არ ვიცი თქვენ თავრობა ჩვენკენ და არ დავიშალე შედეგიანი რადგან 300 ლარი დაგები ვარ 300 ლარი თბილისთან მოვიარ, ფოთქარ აბესად არის. მე ჩამოვედი ბაი, ჯერა. გორიდან ჯერა. თბილისიდან მოვიდი, ფოთიდან მოვსული. თავრობა არ არის, პასუხი როგორ გქონდა? თავრობა არ არის, თავრობა. სად არის აბა თავრობა? თავრობა სად არის? მოვიდეს ერთი პასუხი გაგვცეს. მოვიდეს, ერთი გააქცეს პასუხი. რა შვებია, გვაბავენ აქ ციხეში? თუ ძევლები ვართ ამ ქვეყნის ვერ გავიგე. აღარ გვაჭმევენ, აღარ სამსახური, აღარ არაფერი. მაშინ დაგხოცონ და გადაგვაგდო ზღვაში. დახოცილები არა ვარ. შიერი ხალხი ვარ. შიერი ხალხი, მე რა სიზავს არავინ არ იცის. მათ რომ მაძღებიან და ფუფუნებაში არასიტები გამოდიან და ლაპარაკობენ ტელევიზორში. თავრობა არ ხავს, გაიქცია იქნება შედეგიანი, არ ვაპირებ დაშლას და მოგვაქციოს თავრობამ ყურადღება. ჩვენი თავრობა არ ხავს, გაიბატონო. ინტერნეტი გათხოვილია. თქვენ საუბრობთ მე და ჩემი მე. თქვენ საუბრობთ ცოტა ხნის წინ იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არავინ არ გამოსულა თქვენთან რომ გაეცაბროთ. ასევე ჩვენ გვახსოვს აქცია მერიასთან. როცა იგივე მოთხოვნით თურქეთში დასაქმებული ქალები მოთავდნენ აქციას. ვინმე გამოგეხმაურა სხვა აქცია? არავინ, აბსოლუტურად უპატრონოები ვარ. ჩვენი პატრონი, ჩვენი პასუხი რომ ელემენტარულ რაღაცაზე რომ გავწეს საერთოდ ყურადღებას არავინ არ გვაქვს. აი ეს მაინტერესებს მე. მეტი კი არაფერი, პასუხი გავწეს. ჩვენ როდემდე უნდა იყოს ეს უპატრონო. დაკიდული ძალიან საში. არ სამსახურები არაფერი, აბსოლუტურად. როდის გაიხსნება ეს საზღვარი რომ ხალხმა იმის მიხედვით ჩვენს რაღაცა, ჩვენ თავებს ცოტა გაავიჭირო და კიდე გავძუროთ. როდემდე, სადამდე რა უპასუხოთ ჩვენ შვილებს? ნისიებსაც აღარ გაძლევენ მაღაზიაში წახვიდე. ნისიად ყურია იყო. კომპენსაციის შესახებ თუ კომპენსაციის შესახებ არაფერი ჩვენ ჯერ არ აგვიღია. ახლა თქვენს რომ პირველამდე რეგისტრაცია უკვე მოჩო. შეგაიგავ დღეს პირველია და როდის უნდა რეგისტრირებული ხარ? რომ ეხლა ვის რა მისცეს? არავინ არაფერი არ აიღო. ის კომპენსაციაც 0. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება და აი ეს არის ჩვენი მაიმუნობა. აი ვინც ჩვენ ეს დღეში ჩაგვაგდო. ღმერთო შენ გადაუხადე. აი ამ ხალხის წოდით. ხალბატონი ამბობდა რომ გორიდან ჩამოდიოდა ის რომ სარქის საბაჟო გადაეკვეთა და იქ ემუშავა ეს ერთ-ერთი სამსახური როგორც აღარ მოისმინეთ. თავრობა თუ არ აღჭირდები, თავში არ აღჭირდება ასეთი თავრობა. ეხლა წერენ რომ 15-მდე არის რეგისტრაცია და შესწავლება. აი ეს მე არის ამით გადავახავრე. აწი უფრო მასშტაბური გამოსულები იქნება. მასშტაბური გამოსულები იქნება. არიანი კომპენსაციის მისაღებად. აბა როდემდე ხომ როდესაც მოგვაქცევენ ყურადღებას ალბათ. იმედია მოგვაქცევენ. ასე სადამდე და როდემდე უნდა იყოს ასე დაქცეულების სუფლა. არაფერი არა. თვითონ არის კორონა. ეს კორონა კი არა, უი არა ომია, მეტი არაფერი. ქალები აქ ასე ხალი არ შეგვიდა. ქალი არ ჩეს ახლა. მოვიდა. თქვენ რაღაცა გვიშოროთ, ჩვენ რაღაცა დაგვიდგეთ. თქვენ რაღაცა მოგხოდოთ ამ გაჭირო გაუბედურებულ ხალხს. სანაირად აღარაფერი გამოგვდის უკვე. შეუძლებელი. მოდის ხალხი, მოდის კიდე. ხელისუფლება ამბობს რომ ვისაც დაფიქსირებული აქვს დაუშვათ მრავალჯერადი იქნება დამცველი თამას ვაკულიზე მოვიდა ეხა აქციის იმაზე რა ქვია საიტზეო შეხვალთო და დარეგისტრირდა ეს გააკეთეთ თქვენ დგას იქ სადაც რეგისტრაცია ქეთება. მე სამჯერ გადავ
გადავდივარ და იმ 300-იან საკეთება ერთი გოგოებო, მიდით ერთი ავტობუსი არავით არ მევიდეს. მიდით უკან ყველამ. ერთი გაჩერდეს ავტობუსმა სადაც უნდა. გაჩვდი. არა, სამუშაო ადგილები ჩვენ. მიდით ვარჩინოთ ოჯახები. როგორ მოვიქცეთ მიშვილისა? ვემონები, ეს სამარცხვინაა ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენ ვიცნობ თურქეთში გადასვლას რომელი ხალი ხალხს არ გაუგოს. რომელ თავრობას რამოდენიმე წელს პრეზიდენტი ამას არ ეთქულა. პრეზიდენტი ხოჯი ჩვენ დამიაგებლად რომ მოდი პალეტი რომ გადას 35 წელი ზევით არა მე რა ვქნა მე რა მარია დაგვარი მოკლა მისი სამართლიანი ამ ხელაშვილები სახში თავზე მახოვია რა ვაჭრობ სიამოვნე აი ამასაკის ხალხები მე მინდა ოჯახი მაქვს როგორ არ შევიდეთ ცოტა შევიდეთ ეს თუ გაჩვენ ჩვენ ხარ მოთხოვნა დავუშვათ საქართველოს გახსნა და თურქეთმა რო არ გახსნა
გადმოსდით კი გადმოდიან მაგრამ იქეთ თუ გადაიხდნენ იქიდან ახლა ქართული ვერ დავანტო საქართველოსაც მაგრამ თქვენ რო აქ საქართველოს გაგიშვათ თურქეთს აქვს დაგეტილი თურქეთი ელოდება საქართველოს ჩამოდივართ ჩვენად გავარდნი ხალი ოჯახს გვინდა რომ გაიხსნა საზღვარი. ვერ გახსნა საზღვარი. დაგვაკმაყურებთ. მოდი მაგას გეუბნები და სამუშაო ადგილები. არ მიდა მე როგორ სამუშაო ვინგაცნეს სამუშაო ერთი წუთით დაგვალაპარაკეთ ლამაზად. ლამაზად აუხსენ. კიდე მივიწიოთ დიახ ის რა მანებე ყვილა და აზია ლაბარაკს გეშულება რა უბრალოდ ერთი წამი მოусმინოთ უკაცრავად თქვენ საბაჟოს წარმომადგენელი ბრძანდებით დიდი ბოდიში საბაჟოს წარმომადგენელი დიახ ცოტა ხმამაღლა რა უკაცრავად ბოდიში რა მედიებს ლაივი აქვს და ცოტა ხმამაღლა რო ილაპარაკოთ ხმამაღლა ილაპარაკოთ მოდი დადეკით ჩემ ადგილზე რა შეიძლება იქეთ ის საზღვარი არ არის. ვე არის მის არაფერი და ცოტა ხმამაღლა რომ ისაუბროთ. ძალიან ჭიროდ ლაპარაკობს და არაფერი არის. რომელ დახმარებაზე 300 დახმარებაზე ლაპარაკობ? 300 დახმარებაზე ლაპარაკობ? ეს 300 ერთჯერადი 300 ისიც რეგისტრაცია არის ტყუილი არავის ეს 300 არაუღია არაუღია მეორე ჩვენ არც 300 არ მიდა ამათი იყოს ისეთი გამწარებულა გახსნან გაგაგებინონ ჩვენი კონკრეტული ვადა გახსნიან საზღვარს თუ არ ხსნიან თუ დავიხოცოთ ამ სახელმწიფოს არ დაგშო რაღაცა დაგვსაკმო ესეც არ არსებობს არ არის რაღაცები არ არის რაშია ჩვენი საქმე ერთმანეთს მოусმინოთ და მოусმინოთ რაშია ჩვენი საქმე მარტის 10-ის რიცხვის მერე ჩვენ ჩაკეტილში ვართ აღარ გვაქვს დაზოგილი ერთი თეთრიც არ გვაქვს სახელმწიფომ ჩვენ კომუნალური გადასახადებში შაღავათები გაგვიწია ეხლა ესეც მთავრდებაში ჩვენ შია ჩვენ შვილები გყავს მუშევრები შვილიშვილები გყავს მუშევრები ჩვენ ოჯახები გყავს პატიმარიშვილი გყავს მე პენსიონერი ხარ მე ყოველდღიურად გადმოვიდოდი 10 ლარს შოულობდი აქა და მინქონდა ოჯახში რომ ჩემი შვილები დაკმაყოფილები ეხლა ესეც არ მაქვს ეხლა ამ თვიდან ეს გადასახადებიც ჩვენ დაგვემატება და რით გადავიხადოთ ხელფასი არა შემოსავლის წყარო არა საჭმელი არა არაფერი არა რით ვიცხოვროთ პასუხი გაგვეცით რა მომივიდა პროცენტის დამემატა პროცენტი ხალხო საიდან ვინმას ვიცით ჩვენ ნერვალილა ეთაპობრივად ჩვენ ნერვალილა ეთაპობრივად და გავაკეთოთ ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენ სამუშაო არ გვაქვს გადასახადები არ გვაქვს ხელფასი არ გვაქვს არაფრის წყარო შემოსავლის წყარო არ გვაქვს რითი არსებობს ამაზე გაგცემ პასუხი და არ ვიცი არაფერს არ ვითხოვ გაგცემ შესაძლოა პროსტომ თავრობამ იცი რა გზა გაქვს
გასცეს პასუხი ჯერ. იმაზე გასცეს პასუხი ამ ხალხს რომ ვისო რეგისტრაცია მიდის 300 ლარია ერთჯერადი დახმარება. სამართალ სად არის? ვინ აიღო 300 ლარია? რომელმა აიღო? კითხეთ მას რომელმა აიღო? სად არის? დახმარება სად არის? ან დახმარება ერთი თეთრიც რომ არის დახმარება ჩვენთვის სახელმწიფოს არის ეს სრული სინამდვილეა. რამოდენიმეჯერ მე თვითონ გამგეობაში სახელებსაც ჩამოვიდა მაგრამ გულთან არ არის არნიკა ძალიან განუსაზღვრელი იყო თეთრის სამართლოს მესმის ყველაფერი მესმის არავის არ გესმის ეს არ ვინმეს არ ჩაუკეთე იმის გამო რომ თქვენ სამსახური დაგეკარგეთ. ხო, ეს გასაგებია. რაღაც ეტაპობრივია ყველაფერი ითვლება. როგორ დიახ, შეგახსენებთ სარფის საბაჟოსთან ვართ ჩვენ, სადაც თურქეთში დასაქმებული ხალხი აქციას ინახავენ საზღვრის გახსნის მოთხოვნით. მათი განცხადება იყო ასეთი, რომ ასე ტელევიზორში ყველა ჩანს, მოდიან ლაივებში ხავენ და ამ ყველაფრის შედეგი არ აქვს. აცხადებენ აქციის მონაწილეები, ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვდეს მათ ვინმე, თუმცა აქ არავინ გამოჩენილა. ითხოვა დამსხმელი თამაზ ბაშულიძის გარდა ერთი ბატონისა, რომელსაც თან კადრში ხედავთ და ის აცხადებს, რომ სარფის საბაჟოს წარმომადგენელია, მაგრამ მისგან მოდის მესიჯი მხოლოდ იმის შესახებ, რომ არავის არ დაუკეტავთ საზღვარი იმისთვის, რომ თქვენში სამსახურით საერთო საზღვარი დაგეტეს კორონავირუსის პანდემიის გამო. ამას აცხადებს. აი ხლა ბოდიში. ეს არ არის დამოკიდებელი პასუხი. ერთი თავრობის წარმომადგენელია, ვინ არის? ეხლა იმან არის ის რო ეს ამბავია? ანუ პროსტო გეკითხებით. თხოთ რა, აი მასე გამეცით პასუხი. სად არის ერთი თავრობის წარმომადგენელი? მოვიდეს და ნახოს აქ რა ამბავია. იმიტომ. სადა ერთი ეს კაცი მოვიდეს საბადა გაქცეს პასუხი. სად არის აი სავართ ჩვენ. დაგვაესეთ რა. აბუჩოთ ფიქრები ხალხს. She got me to go there. How does it last? I want to get you. ოჯახი წევრები სამართლოს კი ბატონო. ახლა თქვენ ისი დავალებით ხართ მოსული? მე დავალებით ვარ მოსული. არ უნდა გადაიკეთოს ხალბატონი. ქუჩა არ უნდა გადაიკეთოს, თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ, როგორ თქვენს დაჭეროთ, ამაზე არავინ მე თქვენი ახლა დაურეკე თუ არ მოვავი მე სულ ყველა კეთავს როგორ გადაგვივლით და ვინა სულ ყველა გადავდე ვერცი კეთავა ამათმა რომ ჩვენებმა გაგიჩნდათ იმათმა აი მართალი ბრძანდები მოითხოვენ თანხები რომ ჩაგერიცხონ რასაც დაქმირდნენ მოითხოვენ რომ დაგვეხმაროთ მოლაპარაკებაში ხმაურია. მოხდა დამცველი
თამაზ ბაკურაძეა ჩვენს პირდაპირ ჩართვაში. ბატონო თამაზ, რომ გითხრათ ამ ადამიანებს რა შანსი აქვს თუნდაც 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღების, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ კომპენსაციის მისაღებადაც საჭირო მთელი რიგი დოკუმენტაციის დამსაქმებლისგან, რითაც მას უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი მუშაობდნენ ნამდვილად და იყვნენ გადასახადის გადამხდელი. მე ვკითხე მათ, სხვათა შორის, იმიტომ რომ მე მოვისმინე, როდესაც მთავრობამ გააჟღერა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლიათ შევიდნენ საიტზე და მეტი არაფერი არ არის საჭირო. ვკითხე ახლა და ამ ადამიანებისგან არცეც არ აუღია, იმიტომ რომ რაღაცა იქნებაო და რა პრობლემები იქნება მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში 300 ლარიანი დახმარებით ამათ არ ესე იგი უსარგებლია. და ხალხი თავს ან საზღვარი დაიწნას, ან კიდე რაღაცა სხვა საშუალებები შეიქმნას იმისა, რომ ამ ადამიანების ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს რაღაცა უნდა მოგიჩნდეთ შიფში. მაშინ იმის კონკრეტული გასწავლოთ ოჯახის. მეგობრებო, მოდით ახლა ჩვენ მოთხოვნები გავაჟღეროთ, რა გვინდა, ისთვის მოვედით და სახე მიცეთ და ისთვისაც მოვედით, ხო? მე კომუნიკაციდან ჩამოვედი სპეციალურად. მოდი ახლა ტელევიზიებია მოსული და თქვენი მოთხოვნები ოფიციალურად გავაჟღეროთ და მოვთხოვოთ იმას პასუხი, ვისაც გიდათ რომ მოთხოვოთ. მოასია. ხო, გასაგებია. ამიტომ მივმართოთ ახლა თქვენ დაამტკიცეთ თქვენი პოზიცია. ჩვენ ასე დავდგებით. აი ახლა რომ რაღაცა სახე მივცეთ დღევანდელ გაიშალეთ რაღაცა ისეთი გახდა ამჩახავთ ეკრანებზე გავიშალოთ რა როგორც საზღვარი არ გადავიდეთ ყველა ნახეთ გადმოდით უკან ჩემს უკან გაიშალეთ გეო თქვენ ის ყველა ყველა ერთმანეთს ვერ ვისაუბრებთ ერთი წუთი ყველა ერთმანეთს ვერ ვისაუბრებთ მოკლედ ვითარება ასეთია მე ვიცი იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით აი აქ არიან ადამიანები კალდატონი მადონა და სხვაები ახალი სახეებიცა მეხუთე აქცია რომელიც უკვე ვატარებთ დღეს აქ მთავრობის სახლთანაც ჩავატარეთ ერიასთან ჩავატარეთ შევხვდით მთავრობის თავმჯდომარეს რიჟვაძეს რომელმაც მოგცა პირობა რომ აუცილებლად სიჩუმე არ დაზარავდნენ ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და გუშინწინ გაცხადება გახარიას და რიჟვაძის რომ 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ აი ეს ადამიანები მაგრამ მე ახლა ამოვედი და ვიკითხე ერთიც და არცერთ არ აუღია ეს დახმარება მადონა სიჩუმე რა საბადონა მადონა სიჩუმე ამიტომ დღეს ჩვენ ხელისუფლებას უნდა აი ამ აქციით გავაკეთინოთ და გასაგებია ვიცი არაფერს გონიათ საერთო ყოველ შემთხვევისთვის დღეს აქ მოვედით იმისათვის რომ ხელისუფლებას თუ არ მოდის ხალხთან საკუთარ ხალხთან რომელმაც აირჩია და დააჯინა სკამზე თუ არ მოდის აქ გვინდა მივაწიროთ ხმა რომ არცერთ ამათაგაც ეს 300 ლარიანი დახმარება არ მიუღია ასეა თუ არა ვინ არ მიიღო დახმარება ესე არცერთ არ აუღია დახმარება გავატაროთ ეს მანქანა ამიტომ მე საერთოდ აქ არაერთი აქცია ჩამიტარებია და მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ რომ ჩვენი მოქალაქეები გადადიოდეს თურქეთში იქ ეძებდნენ ლუკმაპურს იქადე იმუშაობენ პირველ და არაჰუმანურად პირობებში საერთოდ მე ამის მოხდი არა ვარ მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს ეთილი ინებოს ეს ტრაილერები რო გავაჩეროთ არ შეიძლება მე ვყვირივალ მაშინ უნდა გადავიდეთ და გავაჩეროთ და ეს ტრაილერები საპატრულო პოლიციამ ხოლოდ რომ გავაჩეროთ და გადავიდეთ
შეჭავდება. გააჩერეთ მოძრაობა რა. თქვენ ალბათ კადრში ხედავთ, რომ აქ არის მობილიზებული პოლიცია, შეგასაკუთრებით სამუშაო წარმომადგენლები და ისინი უზრუნველყოფენ მოძრაობის უწყებობას შეგასაკუთრებით არ არის შეწყვეტილი საქართველოს მიმართულებით და ისინი ცდილობენ არ შეფერხდეს ეს მოძრაობა, თუმცა ცოტა ხნის აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ გადაკეტავენ ამ მოძრაობას ეს არის პოლიციის აქტივობის ძირითადი მიზეზი. იქიდან გადაიღეს. ჩვენი გადასვლა თუ არ შეიძლება არ საგენის გადასვლა არა გავაჩერეთ ისინი ბევრს არ ვიტყობ სამსამი ნაბიჯი შივრები არ დაკარგავს. ოთხი გადაჭერება, ხარსა კიციკი ვანკონები ვეღარ მოუჩერები. სიცხლია უბრალოდ მართლა. მასშტაბური აქციები იქნება. ეს არ გაჩერდები. არ გაჩერდები. არ გაჩერდები. ასე გამწარებული. ამერტო თავის ოჯახები არ ყოფილ თავრობა. ასეთი გამწარებული ხალხი აქ მოვიდა, არავინ არაფრად არ გვაგდებს. წესიერ პასუხს არ აქცევს. ეხლა საუბრობდით თქვენ შემთხვევაზე, თურქეთში ხართ დასაქმებული და ნამდვილად დასაქმებული არ ვარ, ყოველდღიურად გადავდიოდი თურქეთში. იქ დასაქმება ჩვენი არის ლოკანტებში, სასადილოებში, იქ მაღაზიებში, სისუფთავაზე, დაალაღებაზე, დაწმენდვაზე. ნუნუ ჟავანაძე. ხალბატონი ნუნუ არის ერთ-ერთი მონაწილე აქციის. რამდენი ხანია რაც თურქეთში ხარ? წლებია შვილო, მე პენსიონერი ქალი ვარ, სამსახურს ვერ პოვლობ. ვის უნდა ვარ, მე ჩემი ასაკის ადამიანი სამსახურში ვის უნდა? ხო და ამიტომ დასაქმებული ვიყავი, გადავდიოდი, 5-6 სულიანი ოჯახი მყავს, მე პატიმარი მყავს, ავანტყოფის შვილი მყავს, რომელსაც ყოველდღიურად წამალი და ექიმი ჭირდება. ეს ყველაფერი ჩემი პენსიის თავზე გადადის. მე ვირჩინო თავი თუ მთელი ოჯახი ვარჩინო. 3 მარტის აქეთ ჩვენ გზაზე საზღვარი აღარ გადაგვილახავს, რომ ჩაკეტილი. ეს დაზოგილი ფულები ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ ვართ ჩვენი სახელმწიფოს ამარა დარჩენილი. ჩვენ მადლობას ვუხდით, რომ ჩვენ კომუნალური გადასახადები გადაგვიხადა, მაგრამ ეს ამოიწურაშვილო. ამ თვიდან ჩვენ არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ჩვენ კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ. გაზსაც გამოგვითიშავენ, სინათლესაც გამოგვითიშავენ, წყალსაც გაგვითიშავენ და რით ვიარსებოთ? საარსებო წყარო ოჯახში ჩემს მეტი არავის არ შემოქონდა და არ მქონდა. რით ვარჩინო ოჯახი, რით დავაკმაყოფილო? საჭმელ ფულს გადავდიოდი და ყოველდღიურად საქმდებოდი იქა ჩემი. ვიცოდი მე სად უნდა მივსულიყავი, რომელ სასადილოში, რომელ ლოკანტაში და ყოველდღიურად ჩემ თავს მე ვაძლევდი საშუალებას, რომ ოჯახში ლუკმაპური შემომეტანა. ეს ჩვენ ამოგვეწურა. ჩვენ დაზოგილი არ აგვაქვს. თითოეულ ჩვენთაგანს აქა ვისაც ხედავთ, თქვენ მონაცემები 1 წუთის საქმეა. ვის აქვს დაზოგილი, რომ 4 თვე, 5 თვე, 1 წელი გავჩერდეთ და თავი ვირჩინოთ. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის სახელმწიფომ ჩვენი რაც ხარბეზები გვაქვს, რაც გაჭირვება გვაქვს, გულთან
მიიტანოს თუ საზღვარი არ იხსნება და ვერ ვასაქმებენ ყოველდღიურად დაგვეხმარონ მინიმალური რომ საჭმელი მაინც ვიყიდოთ და ოჯახში შევიტანოთ რომ ოჯახები გადავარჩინოთ ძალიან ცუდათა დღეს მე საჭმელი არ მიჭამია შვილო შაქრიანი დიაბეტიანი მეორე ჯგუფის ინვალიდი მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს მაინდამაინც ოთხ უნდა გავიარო და მაშინ უნდა მიხდენ რომ ქვეყანა იქცევა წამალი მჭირდება ვითვარჩინო ეს ოჯახი ამდენი ხნის ენერგია დაზოგილი ამდენი წლების ნამუშევარი წყარში უნდა ჩამეყაროს და ოჯახი უნდა დავღუპო მას მითხრან გამეცენ პასუხი როდის დაგვადგება საშველი ამხარ რომ ჩვენ საარსებო წყარო ვიშოვო რაიმე და ოჯახები ვარჩინო აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა ჩვენ აგენთან არ აქვს საქმე ესენი კარგად აყოფნო ღმერთმა მაგრამ ჩვენ მდგომარეობაში უნდა შევიდნენ და გაითვალისწინონ რომ ჩვენ ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვართ ხალხგანანონი განაცხადი თუ გააკეთეთ 300 ლარიანი განაცხადზე რაც ტელევიზორში ჩვენ ტელევიზორს ვუჩქეთ და ჩვენ პრემიერ მინისტრის გამონათქვამს ვუსმენთ აი პრემიერმა გამოთქვა რომ პირველი რიცხვიდან უნდა ყოფილიყო აღრიცხვა 15 რიცხვის ივლისის ჩათვლით მაგრამ ჩვენ მივედით იქა და იმ ხელა რიგია ვერ მიხვალ სიახლოვეს დღეს მაგალითად გაგვიცხადეს რომ ამოიწურა რეგისტრაცია და აღარ იქნება არა გაგრძელდა 15 ივლისამდე გაგრძელდეს რა თქმა უნდა დაგვეხმარონ თავრობამ დაგვეხმარონ ამისი რესურსები აქვს ამისი საშუალება აქვს და გაითვალისწინონ ჩვენი გაჭირება ჩვენ არ ვითხოვთ ჩაგვაცვან დაგვახმრონ საჭმელი ოჯახის საარსებო მინისტრული მოგწენ და დაგვეხმარონ რომ ოჯახები გავიყვანოთ როგორმე ამ ვირუსია თუ რაღაცა არის გადავიაროთ ეს ამას ვითხოვთ ჩვენ თუ ეს არ გაიხსნება ამაზე ხომ ჭიქი არ მოგვიჭრია ჩვენ რაღაცა აქ უნდა მოგწენ სახელმწიფომ რაღაცაში უნდა დაგვეხმარონ ეს გვინდა ჩვენი გასაჭირი რომ ვიარსებოთ რაღაცა მეტი აქ რაიმე ცუდი არის ამას ვითხოვთ ჩვენ ამისთვის ვართ ყველა შეგრებილი აკადემიაში ეს იყო თურქეთში დასახლებული ხალხი რომელიც ამბობდა რომ მას აქვს დიაბეტი დღეს საჭმელიც კი არ უჭამია აუცილებელი არ არის ადამიანი წაიქცეს იმისთვის რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტოს გამოიჩინოს ნება რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს ძალიან დიდი რიგებია როგორც ის ამბობს იმ ინსტანციებში სადაც უნდა შეავსონ დასაქმებულებმა და სამსახურ დაკარგულებმა კომპენსაციის მისაღებად განცხადებები ეს ვადა 15 რიცხვამდეა გაგრძელებული 15 ივნისამდე შეუძლიათ შეავსონ დასაქმებულებს სარეგისტრაციო ფორმები კომპენსაციის მისაღებად უფლება დამცველი თამას ბაკურიძე რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად არის აცხადებდა რომ ამ საკითხის გაივლის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააკვირდება ამ ხალხისგან თუ მიიღებს კომპენსაციას ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ აქ მყოფ არც ერთ მათგანს არ მიუღია დახმარება რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა დაანონსებული და რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძემას დაანონსა რომ ეს ადამიანები მიიღებდნენ 300 ლარიან კომპენსაციას რაც კიდევ ერთხელ ვამბობ არც ერთ მათგანს ჯერ არ გამოდი აქ ყველა ხელს ვერ მოაწევს, გაგვაჯა ისეთი ვის მოაწევს, ყველა ვერ მოაწევს. პოლიცია ჩვენ გაგონდა რომ მანქანები გაატარეს. რა? ხამა ვიღაც აატარეს.
ქალბატონო, წეღან თქვენ ესაუბრებოდით მათმელების ლაივში ხარ. წეღან თქვენ ესაუბრებოდით სარფის საბაჟოს წარმომადგენლებს. რა გითხრათ მათ, ვისთვის ვარ აქ მოსულია? როგორ ვერ გავიგეთ თქვენი? სარფის საბაჟოს წარმომადგენელს ესაუბრებოდით წეღან ამ ბატონს და რა გითხრათ მათ? ან თამაზ ბაკურიძემ რა გითხრათ? რა გადაწყვეტა? თამარ ბაკურიძემ რა ვიცი და უფროსობა უნდა მევიდნენ და გადაწყვეტონ, ჩემით ვერ გადავწყვეტო. აქ ჩვენ რომ გაგიშვათო, თურქები არ გვიშვებენ, თუ მოლაპარაკება არ იქნება, როგორია ეს აკაშვება. რა ვქნათ ხალხო, თვითონ უკმა ფულს ჭამდით ამით. არ გვაქვს არაფერი. თქვენი მდგომარეობა როგორია? რამდენი ხანია რაც თურქეთში ხართ დასაქმებული? 6 წელია თურქეთში დასაქმებული ვარ შაქრიანი, ვარ დავადებული. წამლებში არ ყოფნის ჩემი ფული. წამლებში და 5 მყავს დარჩენი ოჯახში. არავინ არ მუშაობს ოჯახიდან. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ხან გვპირდებიან 200 ლარს მოგცემ, ხან რაღაცა დახმარებას, არაფერი აბსოლუტურად არ მოსულა. ყველა ერთი 5 ძირი მივიღეთ მარტო კიტრის იგი რა ქვია, ნერგი და ეგია. დანარჩენი ჩვენ არ მიგვირია თავიდან არაფერი. მადლობა. თქვენ კონკრეტულად დღეს რა სიტყვით რა? რა სიტყვით და მოგცენ გზა რომ გადავიდეთ ეს თურქეთში და ის 10 ლარს ვაკეთებდით და გადავდიოდით და გადმოვიდიოდით სახში ერთი ლუკმა პური მივიტანეთ. ამას ვითხოვთ. რა ვქნათ, ან და დაგვეხმარონ რაღაცაში თანხა რაღაცა გამოგვიყო მაინც და დაგვეხმარონ. აღარ გვაქვს არაფერი. ან ეს ბანკები გვაქვს, ეს განვადება გვაქვს გაკეთებული 70 ლარი პროცენტი მომივიდა ახლა. პროცენტი როგორია? ხალხო რაღაცა დაგვეხმარებთ თავრობა. ან გაგვიშვით და ვიმუშაოთ, ან გვამუშავეთ. მე არ ვემდური არაფერს. ან გაგვიშვან გვამუშაონ, ან აკვამუშაონ და აგვასაქმოთ რაღაცით, რომ რაც უნდა არ იყოს იმას გავაკეთებ, ოღონდ ფული გავაკეთებ ხალხო. მშივრები ვარ. მშივრები, რასაც იტყვი, მშივრები ვარ. თქვენი სახელი და გვარი? თურმანიძე აიშე. აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარი ახლა ქალბატონმა აიშე თურმანიძემ თქვა, რომ მათი მოთხოვნა არის სარფის საბაჟოს გახსნა, ან ალტერნატიული სამსახურის შეთავაზება, ან უადი კომპენსაციის გაცემა თურქეთში დასაქმებული ქალებისთვის. დიახ, აქ იყო სარფის საბაჟოს წარმომადგენელი, რომელიც ესაუბრებოდა აქციის მონაწილეებს. გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხართ თქვენ. ძალიან ცუდად ისმოდა თქვენი ხმა, რას სთავაზობდით აქციის მონაწილეებს და რას უხდით და ჩვენთანაც რომ იგივე გაიმეოროთ თუ შეიძლება. ჩვენ ქალბატონო წარმოვადგენთ პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ პრესრიგს. ანუ თქვენ ამის რომ სავანაჭრზე არ გადმოსულიყო. გასაგებია სარფის საბაჟოს წარმომადგენელი, როგორც გაგვეცნო, ხოლმე მას მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ დაეცხოთ საზოგადოების შეგახსენებთ, რომ ასევე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე არის აქ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არავინ გამოჩენილა. აქციის მონაწილეები ხაზგასმით ეუბნებოდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მოდიხართ მარტო, არ გჭირდება თქვენი მარტო მოსვლა, კამერები ტელევიზორში ყველა მოხდება, გვინდა რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და გახსენ არ შემიძლია მუშაობა, მაგრამ ძალაუნებურად აქტარი და გადავდიოდი და გამოვიდი ოჯახში რაღაცა. თურმანიძე აიშე. პოლიციელები არიან აქ მობილიზებულები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობის შეუფერხებელ მოძრაობას. შეგახსენებთ, რომ ტრაილერების გადაადგილება შეზღუდული არ არის სარფის საბაჟოდან საქართველოს მიმართულებით.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ცდილობდნენ გადაეკეთათ და ტრაილერების მოძრაობის შეეხებინათ, რასაც რეაგირება მოახდინა პოლიციამ. ისინი გადაიყვანა ტრაილერების სამოძრაო სავალი ნაწილიდან ტროტუარისკენ. ზოგადად ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა თურქეთში საქართველოს რამდენი მოქალაქეა დასაქმებული, კერძოდ საბაჟოს რამდენი ადამიანი კვეცხავარჯურებს და აი ახლოს რამდენი მუშაობს ზუსტად, თუმცა სავარაუდოდ არსებობით ქალიფაგებდა ყოველდღიურად, როცა საზღვარი ღია იყო, ისინი ძირითადად მომსახურების სფეროებში არიან დასაქმებულები, კაფე-ბარებსა და რესტორნებში, საცხობებში, მაღაზიებში. ძალიან ბევრი მათგანისთვის ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო, რაც ბოლო 3 თვენახევრის განმავლობაში მათ უკვე აღარ აქვთ შეგახსენებთ, რომ 15 მარტის შემდეგ გადაყოლია სარდის საბაჟო გამშვიდობი პუნქტი. საქართველოს მოქალაქეებს გადასვლა არ შეუძლიათ. ასევე შეგახსენებთ, რომ 1 ივლისამდე ვადა ჰქონდათ თურქეთში მყოფ არალეგალ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გადმოეკვეთათ საზღვარი ისე და დაბრუნებულნი საქართველოში ისე, რომ ჯარიმა არ გადაეხადათ, თუმცა ვინც დაბრუნდა 1 ივლისამდე, ისინი დღის შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ამ ჯარიმას ჩვეულებრივ გადაეციან და საშუალო პერიოდი, რომელიც განმავლობელი არალეგალებისთვის ეს პერიოდი უკვე ამოიცნეს. არა მაგერი გამოვიდეს მაგარი აცეთი არ გამოვიძილა ხო ხარბელი მაგარი აცია ის სახელმწიფო ხალხი გამარჯობა, დათმალების ლაივში ხარ. რას აპროტესტებს? რას საზღვრის გახსნას ვითხოვთ. მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ, არ გვინდა ჩვენ მაგენის გამასილარის დახმარება და არაფერი საერთოდ. ჩვენ გვინდა საზღვარი გაგვიხსნა. ლუკმაპური ვიშოვოთ და რაღაცას წვალობით და რაღაცას ჯახილობით და ისე გავაკეთოთ და ისე ვიმუშაოთ. ეს 300 ლარიანები დაგვიდეს არაფერი არაა საერთოდ. ვერ შევავსე. ან გვითხრან, სად მივიდეთ და სხვამ დაგვეხმაროს და შეგვიქცოს ეს რაღაცა დახმარება. საერთოდ არაფერი არაა. გაგვიხსნან საზღვარი, ეს გვინდა ჩვენ უკვე არაფერი. ხალბატონო, გაქვთ რაიმე სხვა შემოსავლის წყარო? არაფერი საერთოდ. და ერთი ელემენტარული დახმარება არ მიმიღია. პენსიონერი არ ხარო, ახალგაზრდა ხარო, ასე მითხოს ოდაყრეთო. დაგავაკეთო, არ მუშაობ არაფერი საერთოდ. დიდი ხანია თურქეთში შემუშავო და ასაკიანი ხარ 40 წლის ხარო და არაო თქვა. ახალგაზრდები გვინდაო. რა გავაკეთო, თვითჩინოთ ხავი. დიდი ხანია რაც თურქეთში ხართ დასაქმებული. სამთვიანებზე დავდიოდი. სამითვე იქეთ უყავი, სამითვე აქეთ ვიყავი. რას მეყოფა ეს სამითხვის შემოსავალი ისედაც? საზღვრების გახსნას ვითხოვ ჩვენ, რომ რაღაცა ლუკმაპური გავაკეთოთ და რაღაცა შევიტანოთ ოჯახებში. მეტი არ გვინდა ჩვენ არაფერი. არ გვინდა ჩვენ მაგის 300 ლარი ჩვენ არ გვეყოფა არანაირად. და დასაქმების ალტერნატიულ წყაროზე რას ფიქრობთ? აი დაუშვათ მთავრობამ შემოგთავაზოთ რაიმე დასაქმების. რა, ხელფასი რამდენი 300 ლარი თვეში? დილიდან 2 საათამდე? და თელი 24 საათი ან ჭუჭყების მრეცხავა და ან აბა მეტი მე რა შემიძლია სიტუაცია. არა, ჩვენი თავრობა ხალხისთვის არ ფიქრობს, ფიქრობენ დაიჭირებს. თქვენი სახელი და გვარი უკაცრავად. თქვენი სახელი და გვარი. არამიზე იულია. მადლობა. არა, ხალხს პული და რითი ჩამოვიდა.
გეუბნებოდით ზუსტი სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს რამდენი ადამიანია დასაქმებული სარფის საზღვართან ახლოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3,000-4,000 ადამიანი შეიძლება იყოს ეს. ასევე აქციის მონაწილეები წეგან ამბობდნენ, რომ აქ შეკრებილი ქალების გარდა კიდევ არის უამრავი ადამიანი, ვისაც უნდოდა ჩამოსვლა სარფის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, მაგრამ მათ უბრალოდ გზის ფულის კი არ ჰქონდათ ჩამოსულიყვნენ და გაეპროტესტებდნენ საზღვრის ჩაკეტა. თქვენ წეგან ამბობდით, რომ აქ ერთ წუთით ცოტა აქეთ რო გავიდეს სიმშვიდე. ანუ თქვენ ამბობდით წეგან, რომ აქ გაცილებით მეტი ადამიანი იქნებოდა, უბრალოდ მათ ჩამოსასვლელი ფული ვიკი ჩამოვიდეს. რა ხავს რომ მოვიდეს? თორე ყველას უნდა მოსულა. თქვენ საიდან ჩამოხვედით? მე ფოთიდან ჩამოვიდი. ფოთიდან ჩამოდიხართ ხოლმე და გადადიხართ თურქეთში სამუშაოდ. და ბოლო რამდენი წელია რაც ასე მუშაობ? მე 15 წელია დავდივარ მოდი. აი რატო უნდა წავიდე იქ როცა აქ შეიძლება ვიცხოვრო და დღეს იმას ვიხვეწებით რომ გაგვიშვი მშიერი არ დახოცოთ და იქაც აღარ გვიშვებთ. მონა მორჩილები ვართ იმათი ერთი სიტყვით მაგრამ ხო დავთანხმდით ამ ყველაფერს რომ ოჯახში მოკმაკური შევიწავდეთ. ვინ არის ჩვენი არა და 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. არც შევავსებ, იმიტომ რომ ეს არ არის სიმართლე. რაში მეყოფა 300 ლარი? შევავსო და მომცე. რაში მეყოფა 600 800 ლარი? ხო, ვინც გააკეთე რამე? თქვენ გააქვთ ინფორმაცია რომ ვინმე შეავსა, მაგრამ არ გააჩერო ხალხი არ მოაწყო აქციები და მე დავასაჯ დაღაკავშენ არავი. თქვენი სახელი და გვარი? ჩაჩივაია ნატალია. დიახ, თქვენ იცით ვინმე შესახებ, ვინც შეავსა და ვერ მიიღო? დააკვირდი აქ რამდენი ხალხია. არცერთ არ აქვს მიღებული, შევსებულია. ყველაფერი არცერთ არ მიღებული. ტელევიზიაში არ ამბობენ, არავის არ აქვს მიღებული. ჩვენ არაფერს არ აღსთან სარფი და ჩვენ სამუშაოს ვიმუშავებთ და მივიტანთ ცოტა რაღაცას მაგათ ოჯახში. ოჯახში ის ათასობით ღებულობთ საკანო გადავიდე მუშაობ. ათასობით. მაგათი 300 ლარი, მაგათი არა ადენი ხარა გახარი და საკონია რა. რამდენი ხანია რაც თურქეთში ხართ დასაქმებული ქალბატონო? რამდენი ხანია რაც თურქეთში ხართ დასაქმებული? დასაქმებული რამდენი წელია მოვიწყდები? 5 წელი. მერტი დააჯისო არ გიქროთ რა სხვა. ხეხები არცნი. ყველა გახსნა სადღეგლავე არცნი. გომაზრა. მას ძებნიან. ისიც არა, არავინ არ აქვს, არავის არ აქვს. გადასაგდები და სანაკვეშიც არ არის. კიდევ ოჯახს დავიღო 500 ლარი, ოჯახს კი არა, სულს. მერე არავინ არ მოიყვას თავზე 5 სული თუ არის 500 2500 ლარია ვიცით ხალხი და კირას გადაიხდის ბანკებს გადაიხდის და მიყვებიან თავის ხონებას ხუთი გასწრი რომ გადავდიოდი 50 დარს მაინც ვაკეთებდი ხეში მეტი ჯანმრთელობა ხოდა სხვა ქვეყნების გახსნა და ეს არ ორუნად მოუხდები ყველაზე მეტი მოუხდები საქმე ერთი და იგივე არა მე მაინც მე თუ მოუხდები ხონი ჩემები საჭმელი შეჭამენ და ეხლა მაშინარი არ მოხდება და ფირის ფულსაც გადაიხდია. ხო, ეხლა ვიწო გათხოვილი არისო და მანდ თურქიამ დამყავდეს ხარი რომ გადაიხდია. თურქიამ დამყავდეს ხარი ამჭირდება ბიზნესი გათხოვება. ხანსამიწეშია დავდივარ და არ გათხოვდა და ეხლა ვიმუზემო რომ ხელი კომისარი და გაიყვანე დაგედა. არა ეხლა თუ გონია თავად ძალიან სიამოვნებაა ჩვენი მუშაობა და რას კარტელი ხალხი გადაგიშვა. არ გვეწყობა ხილდა რა გავაკეთე. როგორი რეჟიმით მუშაობ?
ხალხის გიგა. დიდი ხაზარი გასული საღამო 9-ზე მოყვალ. უნდა გადმოხვიდე ტამოჟნიაზე რომ ვიზა გააკეთო. აქედან გადადიხარ პირველი 2 საათი ღამე დაღლილი. სანამ იბანაებ, ხელამოაღებები გაგიძენდა 4-5 საათი. ჩვენი დასვენებულები არ უმუშაობთ, მაგრამ აქ სახელმწიფო არ გვიწყობს და რა გავაკეთე? 25 წელი ხვებით ობიექტზე ვიმუშაო. მივედი ახლა ასაკი არ გიწყობს ხელს. მიხვალ ასაკი არ გიწყობს. რა გავაკეთე? 1800 ლარი დამედო ქირის ვალი. ვიცი გადავიხადო. იმიტომ არის გამწარებული 100 ასაკი არის ხალხი, აქ გასაგება წამსვლელი არავინ არ არის მოსული. ის გონია რომ იმეს გართობა უნდა. არა, მე ვიცი. რამდენი წლის ხაროე? დიახ, თქვენ არა 35 წამდე. რომელი 35 წლის გოგო დაგიშვალეთებს გაგიწმინდავს და დაგილაგებს ფანჯრებს და მას დაგიწმინდა. ხალხო, ანუ ეს პერიოდი პანდემიის პერიოდში თქვენ სადაც საქართველოში გეპოვნათ სამსახური? მე ხუთეულეზე ვიყავი დასახლებაში. ცოტა მშვიდად გიოსწავლეთ. 35 წლის ზეცო უკვე ვერსად ვერ მოეწყობი სამსახურს. ასრი არა, მაშინ პენსიონერიც არა ვარ, 50 წლის ხალი ვარ, პენსია ჯერ ახალგაზრდა ვარ. სამსახურში უკვე ბებერი ხარ, რა გავაკეთო? არც კომპენსაცია, არც დახმარება თავი, არაფერი. რა გავაკეთო? 2 ბავშვი მყავს. ამან ყოფილი ქმარი მყავს, პენსიონერი დედა მყავს 22 წლის. რით ვარჩინო? ერთი იყო ეს დავით რომუშა. არა, 25 წლის ზევით всё, ვერაფერს ვერ ნახო, ასრი არა. როგორც იქნა ისე იყო. რამდენი ხანია რაც თურქეთში ხართ მე დასაქმებული? 5 წელი ვარ თურქეთში. 5 წელია ვშობ თურქეთში. ყოველ დღე დავდიოდი ვიზაზე. ალბათ ვიყავი თუ კარგად ვიყავი, წვიმა იყო თუ იგრებოდა, აი ქვეყანა მაინც დავდიოდი და აქ საათობით ველოდებოდი, 2-3 საათი ველოდებოდი, სანამ უკან გადავიდე. კიდევ 1 საათი, საათ ნახევარი 2 საათი იქეთ მივდიოდი მარშრუტით. 5 საათზე უკვე დგებოდი და 6 საათზე სამსახური მეწყება. რა გავაკეთო? ისევლე 9 საათი გამოვდიოდი, გამოვდიოდი აქ. ისევლე 2-3 საათი აკვენოდი. და ასე იყო 5 წელი მეტი თუ არა. თქვენს ოჯახში ვინმე სხვა არის დასაქმებული თქვენს არა, მარტო დედაჩემი არის. მუშაობს 7 ლარი აქვს დღეში 82 წლის ქალი. 7 ლარი დღის ჩაგდები, აბა 5 სული ბავშვის სწავლობს, მეორე ბავშვის სწავლობს, აქ ამ ეპიდემიის ფულით ყველაფერი დაკეთილია. ჯერ ვერ დადიან ეს ონლაინ სწავლობენ. მაგის სანამ ისწავლის და მაგის სანამ ფეხზე დადგება და რამე ხელფას მიიღებს, მე შეიძლება მოვყვეთ. მაშინ მოგვეცით ეს პენსია, ჩავთვალეთ 50 წლის ასაკის ხალხი, ბებრები და მოგვეცით მაი პენსია. რა ვქნათ? თქვენი სახელი და გვარი? ჩემი სახელი ნატალია ნასიბულია. მადლობა. ხალბატონო, თქვენ თურქეთში ხართ და იყავით დასაქმებული? კი. დიდი ხანია რაც თურქეთში მუშაობთ? რაც გეიხსნა შენ. და მე მგონია გაკითხები ასე. მე დავდიოდი შუდავდი. თორმეტი წლის შემდეგ არ გადავწყვეტ. მაგით ხონ არ მინდა მაგენი 300 ლარი. გახსნა გზა და მე ყოველ დღე ჩემი გზას ვნახავ. მუშაობას არ დავჭები იქ რომ გადავა. ავჭილებლად ვნახავ. ეგერ ჩაის გააკეთებენ, ჩაიში მუშაობდი. ეკლებს მინდავდი, ეგერ ხალი მეფეთრო და დაჯექი ეს დამიჭესა დავჯექი ბალახი გამოვყვეთე, გამოვწმინდე. ქუთაც დავხვეთე იქა. იმიტომ რომ შირი არ დავქენი და რაცა გამეკეთებია. ამ ხნის ხალი დავდივარ იქ. ვისი იმედი ამხო. შვილი მომიქდა ბადიშების სამი დარჩე. 3 წელი ვარ ოჯახში, ბიჭი ახლა არ მუშაობს. 12 წელი ბანანში ჩამავალ. ცხოვრებაში რომ საქმელი მეუბნებოდი ლევანიკო ჭამე. ახლა არა, ახლა წარიელი ფილმი ვნახოთ ასე. მოგნა გამოიაკე. და დაიდება და ჭამ. შევიწითები რომ გუჩი პური არ მქონდა. დღეს მეზობლებს 3 ლიტრად ავარდი. ბრინჯი მქონდა, გავაკეთე ჩაშა დაუჭი და წამოვედი. უკან რომ გავგუნდა იმის პულით არ. და სოციალური დახმარება ხმარი რომ მომიქდა, მომიხსნეს
ერთნახევარში შვილი მომიგდა. არაფერი ამ მიველი მოვიდნენ, კრავატი გავყიდე და ვერ შედეინახე ძირში დაწრილი მოვიდნენ. სოციალური დახმარება არ მომწეს. რა უნდა ვქամ, რა გავაკეთო? ერთი მადლობელი ვარ, რომ სიარული არ გადამახტერიეს, გადი არ გადამახტერიეს. კარგია, მაგრამ ეს არ მყოფი, ოჯახი ატო. გაზია, ჭამა, წყალია, ბავშვია, ოჯახია, ეს კიდე ის კიდე. ვიტვიწყო, აქ რომ არ გედებდნენ ქიემო. ყველაფერი თავად მათ უჩვენა. ერთი ლარი რო არ გექნება სახე ოჯახი რომ პური იყიდო ეს ცხოვრება. იმიტომ 80 წლის ვარ, მაგრამ მე რო გევიდე, კეთი მე ვნახავ სამუშო. 10 ლარიანი 10 ლარს ყოველთვის გავაკეთე. და მე ის მყავს. ეს საინტერესო ვინმე მივიდეს და ნახოს შემოჯახი და გამოაღოს 10 ლარი და ერთი წალი იგი მაგ. რა ქვია, გაკეთებული თემა. დაგნული არ. მეზობელი მანეთი წვედა და მომიტანა და სამი პული და ერთი პული იგი მომიტანა. ასეთი ცხოვრება მე ჯერ არ მქონია. რაც ახლა აფერებელა იქამდე გასაცვლი ბანკსაც გართულება არ მქონია არაფერი. ეჭარო შეჭედა და რაც მოგროვილი იყო ქიშიებჭამე და რაც არა და არაფერი არ. თქვენს გარდა ვინმე არის თქვენს ოჯახში დასაქმებული? როგორ? ვინმე არის დასაქმებული თქვენს ოჯახში თქვენს გარდა ვინმე? არა, ერთ პენსიაზე ვარ ახლა. და რამდენი ცხოვრობთ ერთად ქალბატონი? სამი შვილი. ფანტეს მასე. საბება ჩვენ ბათუმი შარუზე შეგვეში და აქ აზიაში ვიწყო. აეროპორტი. არაფერი არა, რა უნდა და მათი თქვენია რომ ხალხმა არ გეიგონოს, მე ასე დავდე. თქვენი სახელი და გვარი? მადლობა ქალბატონი. არ მინდა და მაგრამ ისეც ასეც ვიცი და ისეც ვიცი რომ არა მაქვს რამ. დღეს რომ მივდე ამ ხელა შავი ფუიდევ სახე. გონია რომ და კრავატ 2500 მიდემონი მქონდა 1500 გავხდი დაილეა ის. არა. არაფერი არ. რა უნდა? ეს არავის არ აქვს გადასაყარი, მაგრამ გაჭირებასაც გააჩნია. გაწონდება იქნა იქიდან ვილას რამგამო და ბავშვი გავაჭამა. არავიდან მარტო ბინადრობიანები გადავლენ და შემოვლენო. როგორა? ვისაც ბინადრობებია, ისინი გადავლენ და შემოვლენ. მე რა ვიცი. აი, გამოვიდეს მაგის გულისხმობ. გავიდე. მომწანდითო ერდოღანმა, მომწანდით ქართველებო, მომწანდით. არა გოგო, რა ის მიდაწესო. აგერ ოფიციალური წერილი. რა ერთი ადამიანი შეუშვან, თუ თურქებმა უკან გამოუშვან. ამათ არ აწყობენ გასაგებია. აგეს არ აწყობენ. აგეს არ აწყობენ გასაგებია. იმიტომ არ აწყობს, რომ დაეკარგება არჩევნებისთვის ხალხი. რატო? ის ეს აი ასე ვუთხრათ ახლა, ხო? რა აზრი აქვს ყოფილვარ თუ არა? აქანა ყოფილვარ თუ არა რა აზრი აქვს? მაიც არ ყველა უნდა მივიდეთ, არჩევნებს და მივცეთ ხმა, ვიდაც გვინდა. ჩაკეტა ხალხი პური დეიკაო. მომისმინეთ ხალხმა თუ ეხლა არ დაგვეხმაროთ თავრობა ხო? არ საჩარესი არ წავალ. აი და მასაჯეში ხარია. უფრო კაია. არის უფრო კაი. შენი ხმა მივა მასთან. მასთან მოჟენი ხმა. ოი ერთი გაჩერდი და აი მართლა უკელა. მასა მიხვიდე და ვინ მოშალე თუ მე ჩემი ნათელაშვილი მაინც. თვილა უბრალოდ ბაგაში. არსეთი არ უნდა ჩავდეს. სამხას ვისაც არ უჭირდა და მართლა რომ შემოსავალი აქვს.
მომკითხველიც არ გყავს არავინ. ხალბატონო, რამდენ ხანს აპირებთ დღეს აქცია, როდემდე გაგრძელდება? შედეგიან აქციას ვაპირებთ დაუშლელად. ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი მოთხოვნა, დავკმაყოფილდეთ უნდა თავრობიდან. იმედი გვაქვს. მე მგონია მოგვაქცევს ყურადღებას. რა მნიშვნელობა აქ ყოფილვარ, იქ ყოფილვარ. მეკითხები თამას. ამაძის დაგე რა. როდემდე არ დაიშლება? სანამ არ მოვა თავრობიდან ვიღაც წარმომადგენელი აქ ვიქნებით და ველოდებით. გავალ, საჭირო იქნება გავალ. გავალ, გადავკეთოთ. აუ კარგად მოდეკები არ. ვაი მე დავკეთო რა სიცხე ასე გაფეთქი. მადლობა რომ ყველაზე ოპერატიულად და ყველაზე სწრაფად გადაცა მიგრანტი ეთერში. კი, ეთერში. გადასცა ეთერში. გაიხარეთ შვენი გულის ტკივილი რომ გულამდე მიიტანეთ ხოჭა ქვეყანა უნდა ნახოთ გაიგოს როგორც წეგან მოიხსნით აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა რომ აქ შეკრებილი ქალები არ დაიშლებიან მანამ სანამ ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არ მოვა აქ ვინმე და არ გასცემს ხალხები არ გიყოს, ხალხები არ გიყოს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ თუკი ვინმე შემომიერთდა ცოტა ხნის წინ არ მithomses რომ 3 ნახევარია უპირატ საზღვარი ჩაკეტილია საქართველოს საზღვარი და თურქეთში დასაქმებული ქალები მთელი ამ ხნის განმავლობაში უსახსროდ არიან დარჩენილები, მათ არ მოუღია სახელმწიფოს მიერ რეალიზებული ერთჯერად დახმარებაც კი მათი უმრავლესობის თურქეთში სამსახური არის ერთადერთი შემოსავლის წყარო, ისინი ჩვენთან საუბრობენ. ძირითადად დასაქმების მომსახურების სფეროში არიან დასაქმების თამას ბაკურიძე აკეთებს ახლა განცხადებას, ვინც ერთადერთი ოფიციალური პირია, ვინც დღეს აქციის მონაწილეებთან მოვიდა. თუმცა აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენელთა აქ მოსვლას მოითხოვენ და ოფიციალურ პასუხებს საქმის გახსნას ვიტყობ. ამ გაჭირებდა გამოსვლას ვიტყობ, რომ ჩვენი თავები მივცემდო, ზუსტად ვიხოცებით შივრები. გაჭირება უაკრეთ გავჭირდა. გახსნა საზღვარი, გახსნა. რეგისტრაციაში ვერავინ ეშეჩს, ვერავინ ვერ აკეთებს. ყვირია, სამასი არის რაში ეხება. ვიღაც დასახარი უნდა არ დამოგიშე სამასი მოხდეს და ერთი კამბიკიც არავინ არ დავინახია შემდეგ არ არსებობს რასტარი გაგვიხსნა შევიდე თავიანთ სამსახურში ორი კამბიკი ვარჩნა ჩემი ოჯახი ვარჩნა არავინ არ დარდო ჩემს მეტად შევები ვარ დაგფეხმარო და გასახმოსახვალოს გახსნას მოგვიხსნას აკათი გარი რომ შემოგვიხსნის ის მოგცეს თუ აქ დაგვასაკმოსახვალე არ მიგიღები შენ სად მიგიღები შენ სართულმანი წაიში ბეჭდა შენ სპორტზე ხარ ой მასაც ვერ ერთი
ერთი მალაპარაკე ძალიან დიდი მადლობა რომ მოგახსიათ ყურადღება და მინდა რომ ჩვენი გულისკივები აი წამალი მიდევს მოდიშით ძალიან ცუდად დავათავი მაია მინდა ხალხის ეს არის ძალიან პატარა მცირეოდანი მაგრამ თუ ჩვენ თავრობამ ყურადღება არ მოგვაქცია ვაგრძელებ და კიდე ბოლომდე ვიბრძოლებ მაგრამ შესაძამია გახსნას ეს საზღვარი რომ ჩვენი ოჯახები აღშინოთ და ასეთ დღეში არ ჩაგვაყარონ არ 300 ლარი მინდა დათხოვრული ვიტომ მოგცეს და იმასაც უარ გვასწრებენ რომ საერთოდ უარ რეგისტრაციაში შეიძლება დამოდიო შემიძლია რას გვატყუებენ რო გახავს მაია ჯიჯავა გასაპირებ ეს რომ შეგახსენებთ რომ აქციის მონაწილეები ითხოვენ აქ ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსვლას და მათ კითხვებზე პასუხის გაცემას შეგახსენებთ არავინ თავრობისგან მათთან დღეს არ მოსულა არ გაუწია ვის არ მიმართავ აქციის მონაწილეები ითხოვენ საზღვრის გახსნას ალტერნატიული სამსახურების შეხალასებას ან მინიმუმ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემას მაინც რაზეც ასევე პრობლემა მათ თუმცა ბოლოს რიჟოძის მიერ დაანონსებული განცხადების მიხედვით ისინი მიიღებენ ამ კომპენსაციას თუმცა ჯერჯერობით ჩვენ აქ ვერავინ ვიყავით ვინც მიიღო თუნდაც ეს ერთჯერადი ადამიანების მოთხოვნა სამართლიანია. ფაქტიურად ეს ადამიანები დარჩენ შემოსავლის წყაროს გარეშე. 300 ლარიანი დახმარება წარმოიდგინეთ არც ერთ ამ ადგილას არ მიუღია. ეხლა ამდენი ხანია ეს ადამიანები აქ დგას, არც დეპუტატი, არც ხელისუფლება, არც მერია, არავინ არ ინტერესდება ეს ხალხი რატომ დგას აქ. ამიტომაც იქ ხდება გადაკეტვის. ეხლა კიდე აპირებენ გადაკეტვა როდებდე. მოვიდეს ხელისუფლება და გაცეს პასუხი. დიახ, ესეც ერთ-ერთი გზავნილი იყო აქციის მონაწილეების, როგორც თამას ვაკურიძემაც წერენ, გითხრათ, რომ თუ კი აქ არ მოვა არავინ ხელისუფლების წარმომადგენელთაგან, ისინი გადაკეტავენ გზას და შეაფერხებენ ტრაილერების მოძრაობას სარქის საბაჟოდან ბათუმისკენ მიმართულებით. მედიის წარმომადგენლებსაც კი გვითხრეს აქციის დასაწყისში მონაწილეებმა, რომ ჩვენ არ გჭირდება მხოლოდ თქვენი მოსვლა და კამერების ჩართვა, თუ მოდიხართ, წამოიყვანეთ ხელისუფლების წარმომადგენლების. ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქციის დასაწყისიდან. არაპირებენ ისინი აქ დაშლას ხელისუფლების წარმომადგენლების აქ მოსვლის გარეშე. მაგისტრი არაფერი გამოვიდა. არაფერი არის ოჯახები, რომელი ოჯახები შიმშილისთვის არიან გამცირულები ეს ადამიანები და არ შეიძლება ცევა ხელისუფლების მხრიდან. დიდი მადლობა. ეს თურქეთში ხართ დასაქმებული? რას აპროტესტებთ? მე საგრებულოს წევრი ვარ, ჩაურის და მოქალაქემა დაგვიკავშირდა და მათთან ერთად გავარ დღეს. დროულად უნდა მოვიდეს ხელისუფლება და ამ ადამიანებს უნდა გასცეს პასუხი. რადგანაც ის 300 ლარიანი დახმარება, რომელიც სიცოცხლესაც შესთავაზეს მოქალაქეებს, არც ერთი ამ ყოფილი ადამიანი ვერ იგებს ამას და 300 ლარს და 500-ს ყოველდღურად შოურობდნენ ეს ადამიანები თურქეთში დასაქმებით და ეს ერთჯერადი დახმარება უნდა იყოს გაცილებით მეტი. თუმცა ამ 300 ლარსაც ვერ იგებენ. ამიტომ ხელისუფლება, როცა იძახის ხალხის ხელისუფლება ვართ, უნდა მოვიდეს და ხალხთან უნდა იდგეს და დროული რეაგირება უნდა გააკეთოს და უნდა იმოქმედოს დროულად, რომ ამ ადამიანებს ყავთ ოჯახები, რომლებსაც რუკმაპური არ აქვს ოჯახში. თვითონ კაბინეტში არიან მოკალათებულები, უნდა გამოვიდნენ ამ ხალხს და აუცილებლად. ნიშა ბოლხოზე, ყოველჩაური საგრებულოს წევრი. არ მოვსეპირობა რომ რაღაცა გააკეთო. კიდე მერტმა და ჩვენ ვერჩი გვიგანაკიდე რაციონალი რაღაცას რაღაცა იმედი ვაქტირი რომ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ამ
ეს ადამიანები და ამათ უკან კიდევ დგარი უამრავი ასობით და ათასობით ადამიანის მოთხოვნა არის სამართლიანი და რატო თვეების განმავლობაში ეს ადამიანები დარჩენ შემოსავლის გარეშე, ესე იგი არსებობის წყარო შეუწყდა, 300 ლარიანი დახმარება ვერ მიიღო, ვერ დარეგისტრირდნენ და ეხლა მიმართენ პროტესტის ამ ფორმას. მე იცით ვისი მიგვიეს? მთელი ამ წლის განმავლობაში ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოსულა, არც დეპუტატი. ხალხო ნაგიდა, რატომ გახარ? ან რა გზას გააკეთეს? ამიტომაც არ გამოწვეული ეს აგრესია და ხვალდაზე კიდე რა ფორმას მიიღებს ეს პროტესტი მე არ ვიცი. ამიტომ ჯობია რომ ხელისუფლებამ გამოეხმაუროს და პასუხი დაცეს. აქციის ძალიან ბევრი მონაწილე არის. ვინა მაგრამ ორივე ბანკშიმა გამეააჩემ. ის გადახდა ხშირ შემთხვევაში და საცხოვრებლის პრობლემაც კი ექნება იმ შემთხვევაში თუ კი არ გაიხსნება საზღვარი და არ მიეცემათ მათ დასაქმების საშუალება. მოვიდა პირველი არხი, უпростоრად TV პირველი თავარი არხი რუსთავი 2 იმეც მიცემენ მასალას. მე მინდა ყველას დიდი მადლობა. გაზეთი ბათუმალები ყველას და გზაში არიან ხო? ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ თანადგომისთვის, ხარდაჭერისთვის. ეს აქცია არ არის ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ მიმართული. ეს აქცია არის სამართლიანი სახალხო აქცია. ეს აქცია რა თქმა უნდა არავითარი პოლიტიკა ამაში არ არის. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს. ერთადერთი რაც გვაინტერესებს ეს არის ის რომ ულუკბაპუროდ არსებობის და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებმა და ადამიანებმა რა გზას დაადგეს. აი ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ჩვენ გვინდა რომ ეს მოთხოვნა მედიის საშუალებით მივიდეს ხელისუფლებამდე, გაიხსნას გზა, ამუშავდეს ხალხი, დასაქმდეს ხალხი.